Lisata azda maradit და უკუნისამდე ამინ. გილოცავთ დღევანდელ დღეს, წმინდა ლიტურგიის ასრულებას. დღეს ასევე იწყება წმინდა მარხვა, პეტრე პავლოვის მარხვა. და ყველა მარხვა, რატომღაც თანამედროვე ადამიანები ამ მარხვას არ წყალობენ, მაგრამ ეს ეკლესიის განჩინებას ვერ ცვლის. ეკლესიის სწავლება და განჩინება მთლიანობაში უნდა მიიღოს ადამიანმა. თუ ის ნაწილს იმარხავს, ნაწილს არ იმარხავს, ასე ნაწილით განიწმინდება და არ იქნება მისი ცხოვრება სრულყოფილი. წმინდა ეკლესია მარხვაზე საუბრობს როგორც ყველაზე აღმატებულ, ერთ-ერთ ყველაზე აღმატებულ მოღვაწეობის ფორმაზე. და ის ამბობს, რომ ეს არის განსაწმენდელად სულისა და ხორცისა. და ნახეთ, ყველა დღესასწაულზე, ჯერ ძველი აღთმიდან, ყველა დიდი თეოფანია, ყველა დიდი გამოცხადება, რომელიც კი ყოფილა და რომელიც გამოუცხადებია ღმერთს ადამიანისათვის, წინ უძღოდა ყოველთვის მარხვა, ყოველთვის წმინდანები, წინასწარმეტყველები მარხულობდნენ და მხოლოდ შემდეგ ეძლეოდათ მათ განდობა, მხოლოდ შემდეგ ეძლეოდათ მათ გასხეოსნება, მხოლოდ შემდეგ ეძლეოდათ განწმენდა, განათლება და ღვთის საიდუმლოებების მიცემა ადამიანებისათვის. არავინ არასდროს ღმერთს დამძიმებული ხორცითა და სულით არ მიახლებულა. და როგორც ქრისტიანობაშიც ყოველ დიდ დღესასწაულს, ნახეთ, ყოველ დღის დღესასწაული ეს იქნება შობა, აღდგომა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყოველთვის წინ უძღვის მარხვა. იმისთვის რომ ადამიანები განამზადოს, იმისთვის რომ ღვთის კანონი შეასრულოს ადამიანმა. მარხვა, რა თქმა უნდა, თავშეკავება არის კანონი უფლისა. კანონი ღვთისა, რომელიც ადამიანს მიეცა პირველი, ასე ამბობენ. პირველი მცნება მიეცა ადამიანს მარხვისაო. 60-ში მიეცა ადამიანს პირველი მცნება. და მაგრამ საოცარია, რომ დღევანდელი მარხვა, რომელიც არის პეტრე პავლობას უწოდებთ, მაგრამ ჭიდრო კავშირში არის სულთმოფენობასთან. იმიტომ რომ მუდმივად სულთმოფენობის შემდეგ იწყება. რატომ არის რომ სულთმოფენობის წინ არ ყოფილა მარხვა? ნახეთ, ეკლესია რა ბრძნულად განაგებს. იმიტომ რომ აღდგომის დღესაც ზატიკი იყო და ზატიკში, როდესაც სიძე ჩვენთან არის, როგორც მაცხოვარი ამბობს, მაშინ არ ეგების მარხვად, მაშინ ეგების სიხარულად. ამიტომ როცა იყო მხიარულება, ჩვენ არ მარხულობდით, მაგრამ იმისთვის რომ ეს სულთმოფენობის წინ მარხვის გარეშე არ ყოფილიყო, ეკლესიამ დააწესა ზუსტად ერთი კვირის მერე არის მარხვა სულთმოფენობის შემდეგ. ესე იგი პირდაპირ კავშირშია სულთმოფენობასთან. დააწესა, რომ იმისთვის რომ შევინარჩუნოთ სულიწმინდის ნიჭები, ჯერ მივიღოთ და მერე შევინარჩუნოთ სულიწმინდის ნიჭები ამ უზადმაზარი მოვლენის, უდიდესი მოვლენის, უდიდესი განწმენდის, უდიდესი მადლის მოფენის ნიჭები შევინარჩუნოთ, ამისთვის განაწესა მარხვა და ის დაუკავშირა ასევე პეტრე პავლესაც მოციქულების ხსენებასაც. დღეს ასევე არის ხსენება ყოველთა წმინდანთან და ესეც არის გარდამავალი, ესეც მუდმივად აღენიშნება ამ დღეს ყველა წმინდანის ხსენების დღე. არის წმინდანები, რომლებსაც ჩვენ აღვასრულებთ, თავიანთი დღესასწაულები აქვს, მაგრამ არის უამრავი მილიონობით წმინდანი, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ. ამიტომ ამ წმინდანთა აღსანიშნავად ყოველი სულთმოფენობიდან მომდევნო კვირას აუცილებლად აღენიშნება წმინდანთა ხსენება. ესეც არის ლოგიკური. ეკლესია, ქრისტიანობა არ არის მხოლოდ თეორია, ეს არ არის განყენებული თეორია,
ეს არ არის მხოლოდ სწორი დოგმატები, ეს არ არის მხოლოდ ზნეობრივი სწავლება, ეს არის სულიწმინდის მადლის მიღება. უმთავრესი დანიშნულება ქრისტიანობის, ეკლესიის არის ადამიანის თანაზიარება მადლთან და ამით თანაზიარება ღმერთთან. და პირდაპირ შედეგია, წმინდანები არის ყველაზე დიდი მტკიცებულება ქრისტიანობის ჭეშმარიტებისა. იმიტომ რომ არ ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც განახორციელებდნენ სახარებას, რომლებიც მოიპოვებდნენ მადლს, უდიდეს სიკეთეს, სიბრძნეს, მარადიულ ღირებულებებს, რომლებიც გამწყინვებოდნენ გმირებზე, ბრძენთა უფრო მაღლა, რომლებიც უდიდეს კვალს დააჩენდნენ, ზნეობრივ, სულიერ კვალს დააჩენდნენ საზოგადოებას, მაშინ რა თქმა უნდა, ქრისტიანობა არ იქნებოდა ჭეშმარიტი რელიგია. და როდესაც ეს ხდება, ამით მტკიცდება, რომ სახარებას შეუძლია განწმინდოს, განაღმრთოს, ამოიყვანოს ჭოჭყიდან, დაცემიდან, უფსკულიდან, ცოდვათა უფსკულიდან ადამიანი, შეუძლია შეზღუდულობიდან, მოკვდაობიდან, გახრწნილობიდან, ამპარტავნებიდან, ეგოიზმიდან, გამოუვალი მდგომარეობიდან შეიძლება გამოიყვანოს, განწმინდოს, აღმაღლოს და საუკეთესო შედეგი მიიღოს. როდესაც ადამიანში არ არის მადლი, მასში ადამიანი როგორ არის, ნახეთ, ადამიანს ეძლევა რაღაც ღვთისგან ჩადებული ნიჭების, ზნეობრივის, განვითარების ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც მადლი არ არის, ღმერთთან ურთიერთობა ხდება მისი ნელა დეგრადირება. ეს გარდაუვალი ამბავია. და ადამიანი ყველაზე თუ ღმერთთან არ აქვს მადლი, ცხოვრების ბოლოს ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ასრულებს საკუთარ მდგომარეობას. იმიტომ დეგრადაცია არ ჩერდება. და პირიქით და ადამიანი არის უსახური. საკუთარი თავისაც ეზიზღება ადამიანს, როდესაც მადლი არ არის მასში და არ ვითარდება ღმერთით. საკუთარი თავისაც ეზიზღება იმდენ უწესრიგობას, იმდენ შეზღუდულობას, იმდენ ცოდვას, იმდენ დაცემას ხედავს ადამიანის საკუთარ თავში. და პირიქით, როდესაც ადამიანი თანამუშაკობს მადლთან ერთად საკუთარ ცხონებისთვის, ის ავლენს საუკეთესო თვისებებს, ისეც რომ აცდასიძმრებია. ანუ მასში ჩადებულია ეს პოტენცია სიკეთის, სიმაღლის, სიბრძნის და საუკეთესო მდგომარეობის ჩადებულია მასში, როგორც მარცვალი. და მხოლოდ მათ შეუძლიათ და ადამიანის თანამუშაკობას, ადამიანის სურვილს, რომ ეს გააღვიძოს. ამას თუ არ აკეთებს, გარდაუვალია დეგრადაცია ადამიანის. და ეს დეგრადაცია პირველად მასში აწუხებს. როცა მასში არ არის სიხარული, სიმშვიდე, სიწმინდე, ზნეობრივი სრულყოფილება, როცა მასში არ არის ეს ყველაფერი, არ არის ადამიანი იტანჯება ამ ცხოვრებისაგან. არაფერი აღარ ახარებს მას. არც ეს სპორტი, არც ეს საჭმელ-სასმელი, რომელიც ყრია, არც ეს გართობა აღარ უნდა ადამიანს, იმიტომ როცა ხედავს საკუთარ არასრულყოფილებას, ნეობრივს. იმიტომ რომ ჩვენი შინაგანი უფრო მნიშვნელოვანია, ვით ამ მთელი სამყარო გარეთ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ეს. თუ შენ არაფერ ილი ამბობდა, ყველაფერს შევეგუები, წმინდა ილია მართალი. მაგრამ საკუთარი თავის არაფრობასა ვერაფრით შევეგუები ძმაო. საკუთარი თავის არაფრობასა. ამიტომ წმინდანებით და სიწმინდისკენ მოწოდება ეს არის ყველა ქრისტიანისადმი მოწოდება. წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველა წმინდა მცნება, რომელსაც გვაძლევს მაცხოვარი და სახარება და ბიბლია. მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ყველა მცნებაზე მნიშვნელოვანი არის მოწოდება იყვენით წმინდა, რამე თუ მე წმინდა ვარ. ანუ სიწმინდისაკენ ტოლვა. იღავი თქვენ სრულყოფილ, ვითარცა მამა თქვენი სრულყოფილ არს.
ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყოთ, რომ მე წმინდანი ვარ, როგორც იეჰოველები და პროტესტანტები ამბობენ. ერთ წაიკითხავენ რაღაცას ისწავლიან და უკვე წმინდანები ვართ ამბობენ. სიწმინდის მიღწევა ურთულესია, მაგრამ სწრაფვა უნდა კონდეს. რატომ? იმიტომ რომ ნახეთ, ვისაც საქმე უკეთებია, იმან იცის. თუ მიზანი ახსოვს, რა არის მიზანი, მაშინ ის სწორად მიდის, ეძებს საშუალებებს და ამ მიზნისკენ აღწევს. რა არის ადამიანის მიზანი? ადამიანის მიზანი ცხონებაა, რომელიც იწყება აქვე. თუ ადამიანის სიწმინდეს არ ეზიარა, ის ვერასდროს ვერ ეზიარება მარადისობაში მას. განწმენდა, განათლება იწყება მხოლოდ ამ სამყაროში. ამიტომ სწრაფვა ეს მუდმივად უნდა კონდეს თვალსაწერისკენ ადამიანს. არ შეეგუოს არასდროს საკუთარ არაფრობას და დაცემას. და ყოველთვის ისწრაფოს სიწმინდისაკენ და ღვთის სრულყოფილებისაკენ. ეს არის უძლიერესი მოტივი იმისთვის, რომ ქრისტიანობით იცხოვროს ადამიანი. ამიტომ ჩვენს უნდა მოვძებნოთ საშუალებები, რომლითაც ჩვენც შევეცდებით, რომ ჩვენც ამ სიწმინდის გზაზე დავდგეთ და განვიწმინდოთ და განვახდეთ ღვთისაგან. ამისთვის უამრავი კომბინაცია შეიძლება მცნებების ჩამოაყალიბოს ადამიანმა და თქვას, რომ ამისთვის სიყვარულია საჭირო, ზოგმა სიმდაბლე, ასე შემდეგ. მე 4 პუნქტი მონახებ, ალბათ ეს ყველაფერს აერთიანებს და რომელიც ეხმარება დღეს ადამიანს და ეხმარება იმისთვის, რომ მას კონდეს თანაზიარება მადლთან და სიწმინდესთან. პირველი, არც ერთი წმინდანი ვერ ნახავთ ვერც წმინდანს, რომელიც მას არ იცოდა ლოცვა, რომელიც არ ლოცულობდა, რომელსაც არ ქონდა წესად, რომ ყველაზე მთავარი საქმიანობა ადამიანისთვის არის ლოცვა და ლოცვის გარეშე ღმერთი ადამიანთან ვერ ურთიერთობს. არ ურთიერთობს. სიზარმაცე და არა ლოცვითობა ურწმუნოებას შეიცავს ფარულად. იმიტომ რომ შენ ვინც გიყვარს, მას ეძიებ და თუ ღმერთს არ ეძებ ლოცვაში, ესე იგი არ გწამს მას. არ გწამს როგორც ცხოველს მყოფელი ძალის, რომელსაც შეუძლია განგწმინდოს, მოგცეს უდიდესი მადრი და სიბრძნე მოგანიჭოს. ამიტომ ეს არის სტიმული ლოცვისა. ამიტომ ქრისტიანი აუცილებლად უნდა იყოს მლოცველი ადამიანი. როგორც ამბობენ, არის homo sapiens, მაგრამ არის homo liturgius. ადამიანი როგორ თარგმნოთ? ლიტურგიაში მოღვაწე. ეს არის ქრისტიანი ადამიანის დახასიათება. ლოცვაზე ამბობენ, ის არის დედა ყველა სათნოების. როდის არის დაცემა ადამიანის, როდესაც ის არ ლოცულობს, გარეგნულად ლოცულობს, მექანიკურად ლოცულობს, არ ესმის რას ლოცულობს და მხოლოდ მოვალეობის მოხდით ლოცულობს. ამიტომ ეკლესია თავაზობს ადამიანებს, რომ გამოიყენონ ყველა საშუალება ლოცვისა. ეს იქნება დილის ლოცვები, ფსალმოდგალობა. ფსალმონი უდიდესი სასწაულია, დედამ უდიდესი საჩოქარია ადამიანისთვის ფსალმონი. თავიდან შეიძლება გაუჭირდება, მაგრამ მე როცა და ხშირად ვიმეორებ და ვამბობ, რომ როდესაც საულს ჰქონდა კონვულსიები, გახსოვთ ალბათ მეფე დავითი და საული. საული მეფე იყო, დავითი არ იყო მაშინ მეფე, მე ფსალმონი. კონვულსიები ჰქონდა, ეშმაკისეული შემოტევები და უდიდეს შფოთს და განსაცდელს გრძნობდა, მაშინ ეძახდა დავითს, დავითი მოდიოდა და უკრავდა ფსალმონს და მღეროდა ფსალმონებს და მაშინ მშვიდდებოდა. ასეთი ძალა აქვს, რომ ჩვენ სულ შფოთის სამყაროში ცხოვრობთ. არასდროს არ ყოფილა ისე რთული ლოცვა, როგორც დღევანდელ ეპოქაში. არასდროს. ჯერ კიდევ 50 წლის წინათ არ ყოფილა და 30 წლის წინათაც არ ყოფილა ესეთი რთული დრო. რამ გამოიწვია ეს? ეს გამოიწვია საინფორმაციო ბუმმა.
ეხლა ჩვენ უნდა ვაღიაროთ ყველამ, რომ დვლებით, სერისკაცებით, ყველანი ჩართულები ვართ და ყველას შეგვეხო ეს საინფორმაციო ბუმი და როდესაც ადამიანი და უკვე დამოკიდებულება გაჩნდა, თუ პატიოსთან დაიდებს ადამიანი გულზე ხელს, იტყვის რომ მას აქვს დამოკიდებულება და ამიტომ მამები ამბობენ. სანამ მას არ მოაწესრიგებს ადამიანი, ლაპარაკიც არ არის ლოცვაზე, ესე იგი ლოცვაზე თუ არ არის, საერთოდ სულიერ ცხოვრებაზე არ არის. მე არ ვამბობ, რომ საერთოდ უგულებელს ვთქვი, იმიტომ რომ ბევრი მუშაობს ამით. მე ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს ნორმაში შეზღუდული და იმდენი უნდა მიიღოს, რომ ამან არ დააზიანოს ადამიანის ღმერთთან მიმართება. იმიტომ რომ ღმერთთან მიმართება, ღმერთთან საუბრის უკეთესი დედამიწაზე არაფერი არ არსებობს. ამიტომ ადამიანი უნდა სილვდეს ილოცოს დილის ლოცვებით, ფსალმუნდგალობით, ღვთისმსახურების მოსმენით. კიდევ ვიძახი, რომ ღვთისმსახურებას უფრო დიდი სასწაულია, ყველაფერზე დიდი სასწაულია. იმიტომ რომ მხოლოდ ლოცვა შეუძლია გააღვიძოს ადამიანში რწმენა. და რწმენა თუ იღვიძებს, ესე იგი მასში ფეთქდება ეს საღვთო ენერგია. და ღვთისმსახურებას ყველაზე მეტად შეუძლია ეს. ამიტომ არის ურჩევენ რომ ხშირად დაესწრო ღვთისმსახურება, ყურებდებით, დღეს ხდება პირიქით, ნიველირება, გამოტოვება, მასიური არდასწრება ღვთისმსახურებაზე რო ნახოთ. მწუხრიდან სისკარი მარტო ჩვენ ტაძარში კი არა, ყველა ტაძრებში 5 კაცი ესწრება. ეს ნიშნავს ქრისტიანთა დაცემას. ტყუილია სულიერ ცხოვრებაზე, როდესაც ასეთი დამოკიდებული ტყუილია. ეს არის თავის მოტყუილება, ვისაც უნდა იმას მოატყუილონ, მე ვერ მომატყუილებენ და ვერც მამეს ვერ მოატყუილებ, მეც ეკლესიას ვერ მოატყუილებ. ვერ მოატყუილებთ ჩვენ თავს. როდესაც ჩვენ ზარმაცო არ გაქვს განსაკუთრებული მიზეზი და არ ესწრებთ ღვთისმსახურებას ლიტურგიის წინ და მოდიხარ და ისე ეზიარებით არ ესწრებთ, ეს ნიშნავს რომ შენში არის სიზარმაცე და ღვთის საქმეში სიზარმაცე შეიძლება? მე არ მომბობ ახალ დამწყებებს ძალიან ბევრი ეკონომია, ბევრი შემსუბუქება შეიძლება კონდეს და ბევრი რამე შეიძლება კიდეც უთხრათ, რომ სულ სხვა წესები ახალ დამცველებს, აბსოლუტურად სხვა წესები. აქ ლაპარაკი ადამიანებისა, რომლებიც მრავალი წელი, ათეული წელი ეკლესიაში არიან და ნელ-ნელა ხდება მათი სულიერი ცხოვრების შესუსტება. მეორე, ეს არის ყველა წმინდანი იყო თხემით ტერფამდე ეკლესიის ერთგული და შვილი. არაფერი არ ქონდათ საწინააღმდეგო ეკლესიასთან, ეკლესიის სწავლებასთან, მთელი გონებით, როგორც ამბობს მაცხოვარი, გონება ქრისტესი გაქუნდინ. მათ ქონდათ გონება საღმრთო, გონება მამებისეული, გონება სახარებისეული. მათთვის იყო მნიშვნელოვანი მარხვები ეკლესიის, ყველა დადგენილება, ღვთისმსახურება მისი, საეკლესიო კანონები, წმინდა წერილის ყველაფერი, რაც ეკლესიაში არის, ყველაფერი წმინდა და ნაკურთხია. მე არ გულისხმობ ცოდვილი ადამიანები ეკლესიაში არიან, მაგრამ მადლს ისინი ვერ აჩერებენ. ვერ აჩერებენ ისინი მადლს. თვითონ ეკლესია არის ასეთი საღვთო დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია სულიწმინდის მადლის მიერ, აი 50-ე დღეს, ამიტომ ეკლესიასთან თანხმობა, ეკლესიასთან სიახლოვე არის გარანტია იმისა, რომ ადამიანს ექნება სიწმინდე, სიმშვიდე, სიხარული, განწმენდა, მადლი, წყალობა, კურთხევა, მარტო მას კი არ ექნება. მის ოჯახსაც ექნება. და იმ ქვეყანასაც ექნება, რომლის მრავალი კრებული იქნება ეკლესიასთან თანხმობაში. იმიტომ რომ არაფერია დედამიწაზე, ეკლესიაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი. და ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ეკლესია სახლია ღვთისა, ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. მართლა ცხოვრობს ეკლესიაში ღმერთი სული წმინდის მადლი და საღვთო ენერგიები. ყოველი საიდუმლოება, რომელსაც ასრულებს სასულიერო პირი, ეს არის საღვთო ენერგიების, ხელთუქმნელი ენერგიების გადმოფრქვევა ამ სამყაროში. შეწყდება ეს ყველაფერი, შეწყდება ეკლესია, და არასვარ შეწყდება ეკლესია, მაგრამ სხვა ორგანო ამის არ არსებობს. ღმერთი ადამიანთან პირდაპირ ვერ ურთიერთობს, მხოლოდ საღვთო ენერგიები.
მხოლოდ ხელთუქმნელი ენერგიებით, რომელიც ხელისწიფება მისცა ღმერთმა ეკლესიას. მესამე ალბათ ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა. მე კიდევ ამბობ, რომ მესამე პირველი პირობითია, შეიძლება პირველი მესამე იყოს და მეოთხე კიდე მეორე და ასე შემდეგ. ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა, ასე ამბობენ მამები, ადამიანით მოყვასით ცხონდები და მოყვასით წარწყდები. მოყვასთან ურთიერთობა ურთულესი ამბავია. ჩვენ თუ ჩავიხედავთ ჩვენს გულში ვნახავთ მრავალ წყენას, მრავალ ბრას, მრავალ სიძულვილს, ბავარ დაპირისპირებას, არ არსებობს ადამიანი, რომ ეს არ ქონდეს. იმიტომ რომ ადამიანებთან ურთიერთობა ასეა. ადამიანები ურთიერთობენ ერთმანეთთან ეგოიზმით, ეგოცენტრიზმით. არ შეიძლება ეგოცენტრიზმა ეს პრობლემები არ დატოვოს ერთმანეთში. ჩვენ მუდმივად ერთმანეთში ვტოვებთ ამას. უყურადღებობით, უღმერთობით, ათასი რაღაც. ამიტომ აქ გამოსავალი ერთია. ეგოიზმი ჭაობია, თუ ადამიანი ჩაეფლა ამ ჭაობში, ეგოიზმის ჭაობში. თუ ადამიანმა საკუთარი თავი შეეცადა და ან არ განწმინდა ეს ურთიერთობები მოყვასთან, ის აუცილებლად ჭაობში ჩაეფლება. და ნაპირი კლდე არის ქრისტე. ამას უნდა ჩაეჭირა. მისი მცნებები. მისი მცნებები პატიების აბსოლუტურად, შენდობის, მოწყალების, თანხმობით ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ჯული ქრისტესი. მოყვასთან დამოკიდებულება არის უმთავრესი მცნება, როგორც ღვთის სიყვარულის, ასევე მოყვასის სიყვარულის და ხშირად ხდება ესეთი რამე, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება ლოცულობს, ღვაწლშია, მარხულობს, ეზიარება, მაგრამ მან ჩფოთი აქვს. და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ზუსტად ის, რომ მოყვასთან ურთიერთობა აქვს მას არა ქრისტიანულად დალაგებული და შეიძლება მთელი ცხოვრება გაყვეს ეს. ეხლა წარმოიდგინეთ ეს რომ გაყვება მთელი ცხოვრება. და თუ მთელი ცხოვრება გაყვა, ესე იგი მარადიშობაც გაყვება. ღმერთო დაგვიცოს ყველა. და მეოთხე ეს არის სიმდაბლე, მაგას ეძახიან მამები მარილს. როგორც საჭმელი, რა კარგიც არ უნდა იყოს. რანაირადაც არ მოამზადო თუ მარილს არ შეაზავებ, მარილით უგემურია, ასევე მთელი ქრისტიანული ცხოვრება ინგრევა, უნაყოფოა, აბსოლუტურად მტანჯველია თუ საფუძვლად არ აქვს ადამიანს სიმდაბლე, მაცხოვარიც ამბობს. მომბაძეთ მე. ნახეთ, მხოლოდ ამ ცნებაზე ამბობს მომბაძეთო. მრავალი ცნება მიცა, მაგრამ აქ ამბობს მომბაძეთ მე, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. სიმდაბლე მოდის საკუთარი ცოდვების ხედვით, საკუთარი თავის განკითხვით, სინანულით, როდესაც ადამიანი ხედავს არასრულყოფილებას, ღვთის ცნებების შეუსრულებლობას, როცა ხედავს საკუთარ ცოდვილობას, მაშინ არც არავის განიკითხავს და მუდმივად ღმერთს ეძებს. მაგრამ როცა ვერ ხედავს ადამიანი, საერთოდ არ იხედება საკუთარ გულში და მთლიანად ინფორმაციაში და სერიალებშია ჩართული და მთელი დღე ინფორმაციის ნაკადშია, რანაირად დაინახავს საკუთარ თავს. მღრიე წყალში კენჭებს ვინმე დაინახავს, შეუძლებელია. მხოლოდ წყალი, რომელიც იწმინდება, იმას ხედავს ადამიანი. თუ სიმდაბლე არ ექნება, არანაირი მსახურება არ იქნება, არც იერარქია უშველის ადამიანს, არც ტაძარშიც რომ დაბერდეს, არაფერი თუ საღვთო, სულიერი, ქრისტიანული სიმდაბლე არ მოიპოვა ადამიანმა. გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთთან არ შეურაცხოს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, შეგვეწიოს ყველა წმინდანის ხსენება და შეუდგეთ მარხვას ხიარულები და დღესასწავლით. მარხვა არის განთავისუფლება, რისგანაც ვერ თავისუფლდებით. დღეს ამბობენ, რომ როგორც ინფორმაციული ბუმია იყო ასეთი, რომ ასეც ამბობენ, რომ ამდენი საჭმელი სოფლიოში არასდროს არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა დაგროვებული.
100 ადვილად მისაწვდომი. და ასეთი უმოძრავ ადამიანი არასდროს არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. მთელი ჯანმრთელობის პრობლემები მოდის ამ ორი პრობლემიდან. ეს არის როდესაც მარკეტინგ აქვს სახლში, მაცივარში, მთელი მარკეტი და როდესაც საერთოდ არ ეკანები. 80% დაავადებები აქედან მოდის თქო. ამბობენ. ამის არ ხო არის ყველაზე ეგრევე ჭრის ყველაფერს. ოღონდ რა თქმა უნდა თუ მარხა გონიერად ახლა თუ დაჯიქიდა ახლა ცომიანები და ტკბილები და საზღვრობები ჭამე, ახლა საზღვრობები თუ ჭამე, ახლა აზრი არ აქვს. მაგრამ გონიერი მარხვა არის, როგორც ამბობენ, უდიდესი ცივილიზაცია. უდიდესი კულტურა. რომელიც აბსოლუტურად ახალ ადამიანს შობს და ახალ ადამიანს, სულიერ ადამიანს შობს. სწორი მარხვის გარეშე სულიერი ადამიანი არ არსებობს. მერთვა დაგულსა და გააკოთხოთ. შაბათს